ჩაწოდება საჯარიმო მოედანში დარტყმაგარის მიმართულებით და ებენეზერ კბოზო იტანს დღევანდელ შეხვედრაში გოლს. ეს არის მისი პირველი გოლი საქართველოს ჩემპიონატში. აი ასეთი სტარტი უნდა თელაվել გულშემატკივარს. აი საფირმო აღნიშნაც ებენეზერ კბოზო, ვალერი გაგუა. ეს რა არის? ეს რა ორიგინალური აღნიშნა, რასაც არა მხოლოდ ქართულ ფეხბურთში, არამედ მსოფლიო ფეხბურთშიც ვერ ვნახავთ. მაშასე მე 18 წლის განელმა პირველი გოლი გაიტანა ჩვენს ჩემპიონატში. თან ვისთან? გორის დილასთან. კარგი პაუზა. კიდევ ერთი კარგი მოქმედება. კარგი გაყოლება მარცხენა ფლანგზე, ცეცხლაძე. პასი საჯარიმოში და კერესელიძემ გადაარჩინა დილა. კერესელიძემ მეორე გაშვებულ გოლს გადაარჩინა გორული კლუბი. ტატო ჟივიძე იყო ახლოს გოლის გატანასთან. რა ბურთი მოიგერია ჯერ კერესელიძემ, მაგრამ რაც უდად გამოიყურება მატჩის საწყის წუთებში გორის დილას დაცვა. გაითამაშეს მოულოდნელად ბუღრიძე და არტყაგარის მიმართულებით. ამჯერად თანდილაშვილი ერთვება საქმეში. არ ჩამორჩა ის თავის ვიზავის დავით კერესელიძეს და მანაც ბრწყინვალე ნახტომში გადააგდო ბურთი კუთხურზე. იქნება ჩაწოდება გათამაშებას ვეღარ მოახერხებენ გორელები. ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმაგარის მიმართულებით. დარტყმა კიდევ ერთი და გათანაბდა ანგარიში. გათანაბდა ჩვენ შეხვედრაში ანგარიში და ისევ გაუტანა შოთა შეყილაძემ უკვე მეოთხედ ამ სეზონში თელავს. კოშმარივით არის ეს ბიჭი თელავისთვის. მოიგო კვასინგამ მეორე სართულზე ორთაბძოლა ბუღრიძე საჯარიმოშია ირაკლი ბუღრიძე ცდილობს გამწვავებას, ჩაწოდება არ გამოვიდა კიკაბიძე. ბუღრიძე კვლავ რა მაგრად თამაშობს. შეიძლება დარტყმაგარის მიმართულებით დაიბლოკა, გრძელდება შეტევა. შეყილაძე, კონტე. ეს რა დარტყმა, გრძელდება, მაინც გრძელდება შეტევა. არა. თითქოს სახიფათო ტრაექტორია ჰქონდა ბურთს. აქ ბუღრიძე შანსი. არ დაარტყმევინეს. კარგი მოძრაობები დარტყმაგარის მიმართულებით. კიკაბიძე იყო ახლოს გოლის გატანასთან. აი საინტერესოც. წაიქცა აქ. პენალტი, აი საინტერესო. თან ძალიან საინტერესო თელავის მიერ შემოთავაზებული იობაშვილის ჩინებული პასი და შემდგომ უკვე კონტაქტი არის. მიაწვა რუხაძე, მაგრამ იყო თუ არა ეს კონტაქტი საკმარისი იმისათვის, რომ დაინიშნოს 11 მეტრია. იობაშვილის გამორბენი დარტყმაგარის მიმართულებით ცოტა დააკლდა კერესელიძეს და ფაქტი ის არის, რომ იობაშვილმა მესამე გოლი გაიტანა და თელავს მოაგებინა ტაიმი. ბევრი დრო აღარჩება პირველი ტაიმის დასრულებამდე 2-1 კახელები კვლავ წინ გავიდნენ. ბუღრიძე გააკეთა პასი რუხაძე დაარტყამს. დარტყმაში ორი მანძილიდან მზად იყო ამ ბურთის პირდაპირ ხელებში დასაფიქსირებლად ლევან თანდილაშვილი. ორივე მეკარეს კარგი მოგერიებები ჰქონდათ. ეცუკელი 18 წლის გახლავთ. ხელმძველია, მაგრამ მანამდე აქ კარგი შეტევა. რუხაძე დარტყმაგარის მიმართულებით გრძელდება იერიში. კიდევ ერთი დარტყმა ეს არის უსტია. უატარა შესრულებით. საიდან ურტყამს იობაშვილი? რა მაგარი რა მქონდა ჯადული იობაშვილს, ჩაფიქრებული, შენიშნა წინ გამოსული კერესელიძე, თუმცა ოდნავ დააკლდა, რომ გოლი გაეტანა. შეტევაში მასპინძელი გუნდი, სტუმრები გადმოდიან იერიშზე. პასინგა კბოზოს რა კარგი თამაში. ედუძი საჯარიმოშია დაარტყა და გავიდა 2-2. მაინც მოახერხა გორის დილამ კონტრშეტევაზე დაიჭირა მოწინააღმდეგე და სირილ ედუძიმ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა ჩვენ ჩემპიონატში. მოკლედ სადებიუტო გოლების დღე გვაქვს. კბოზოს მსგავსად მეორე განელმა სირილ ედუძიმაც მოახერხა პირველი გოლის გატანა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 1-ში.
უატარა შორიმაძე და დარტყმა გადარჩა თელავი იყო ასხლეტა რომ არა ასხლეტა ვინიცის იქნებ დილა უკვე წინ ყოფილიყო არ უნდა უატარა ძალიან ახლოს იყო გოლთან ედუძი საჯარიმოშია დაბალი პასი და გორის დილა წინ გადის ბასინგას მაინც გააქვს დღევანდელ შეხვედრაში გოლი დეო ბასინგა არის თუ არა ეს გამარჯვების მომტანი გოლი ეს არის საინტერესო და მისთვისაც სადებიუტო გოლია მიმდინარე სეზონში ნუ თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს პრაქტიკულად ყველა დებიუტანტმა სადებიუტო გოლი გაიტანეს ბევრმა ფეხბურთელებმა ამის თქმა შეგვიძლია თამამად